რაც შეეხება მშენებლობას საძირკველს მოვჩით, პირველი ფილა დავასხით, ევრომასტერი ტემპში ზის, ანუ ჩვენ რეალურად მაგათთან გვაქვს ესეთი შეთანხმება, რომ დაწყებიდან 2 თვეში შავი კარკასი უნდა დაიდგას. რაღაცა ამინდებით ხელს გვიწყავს ასე თუ ისე რა, 1-2 დღე წვენდა. ეხლა ევრომასტერის თემა ისე მიდის, რომ ასწრებენ 2 თვეში ამ შავ კარკასს. და მე რეიწყება ყველაზე მტანჯველი რემონტი. და მე ყველაზე რთული რეალურად ესე მგონია. კი. ევრომასტერის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს წყლისა და გაზის მაგისტრალური მილსადენების მშენებლობა. წარმოგიდგენთ კანალიზაციის საწმენ სისტემებს, კონკრეტულად დაწყებული სახლის პირობებში სამუშაოთ, მაგალითად, რომელიც ყველაზე მარტივად შეიძლება დიასახლისებმა გამოიყენონ, ეს გახლავთ ეს დანადგარები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს 15-30 მეტრის სიგრძეზე გავწმინდოთ ნებისმიერი წინაღობა, რომელიც მილში შეიძლება იყოს, ეს ხშირად პრობლემები აქვს სასტუმროებს, რესტორნებს, ან ზოგადად დიასახლისებს, მათ ძალიან მტკივნეული თემა მათთვის და ჩვენ შეგვიძლია მარტივად და სწრაფად გადავწყვიტოთ ყველა ეს პრობლემა. დაწყებული 20 მმ-დან დამთავრებული 600-მდე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი მილი გავწმინდოთ, ნებისმიერი სანიაღვრე სისტემა გავწმინდოთ. წარმოდგენილი არის სხვადასხვა მაღალი წნევით სარეცხი დანადგარები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დაახლოებით 100 მეტრამდე წინაღობა, 190 ბარის საშუალებით გამოვრეცხოთ და გავწმინდოთ. მანამ სანამ ჩვენ დავიწყოთ უშუალოდ მილის წმენდას, ჩვენ აუცილებელია დავათვალიეროთ თუ რა არის კონკრეტულად გაჭედილი. ამ ყველაფერში ჩვენ გვეხმარება ჩვენი კამერები, რომლის საშუალებითაც დაახლოებით 300 მეტრის სიგრძეზე შეგვიძლია მიწისქვეშ დავათვალიეროთ, მთლიანად სკანირება გავუკეთოთ თუ რა ხდება, როგორი სიტუაციაა. დათვალიერების შემდეგ აუცილებელია მივაგნოთ კონკრეტულად ამ წერტილს. ამ ყველაფერში დაგვეხმარება ჩვენ უკვე სკანირების დანადგარები, კონკრეტულად ეს დანადგარი, რომელიც დაახლოებით 30 მეტრის სიღრმეზე ჩვენ გვაძლევს საშუალებას მოვძებნოთ თუ რა არის მილში გაჭედილი, ზოგადად მილის სად არის, სად გადის დენის კაბელები, თუ კი გადის რაღაც ელექტროობა ან სხვა კაბელი არ დავაზიანოთ და შემდგომ ამან არ გამოიწვიოს სხვა პრობლემები. მაგალითად ეს მარტივი დანადგარი აპარატის საშუალებას გვაძლევს ვიპოვოთ გაჟონვა გაზის. მას შემდეგ რაც აღმოვაჩენთ გაზის გაჟონვას, ჩვენ უკვე მივადგებით შემდეგი დანადგარით, რომელიც საშუალებას გვაძლევს თუ რომელი გაზი ჟონავს, კონკრეტულად საჯონავს, რამდენია შემცველობა მისი ატმოსფეროში და ზოგადად წარმოადგენს თუ არა საშიშროებას. ეხლა წარმოგიდგენთ კონკრეტულად წყლის გაჟონვის საყრდნელ სატესტო ხელსაწყოს, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენ სახლის პირობებში იატაკისა თუ კედლის უკან აღმოვაჩინოთ ნებისმიერი წყლის გაჟონვა. ხშირად ხდება ისე, რომ როდესაც კონკრეტულად მომხმარებელს აქვს რაღაც თავშოთ ზვირიანი მეტლახი დაგებული, არსებობს რომ მთლიანად სახლი ათხაროს, ჩვენ შეგვიძლია მივადგეთ პირდაპირ წერტილი ვიპოვოთ თუ სად არის გაჟონვა, კონკრეტულად რამდენი მილიმეტრზეა უკან გაჟონვა და რომელი მილი ჟონავს. წარმოგიდგენთ მშრალი და სველი საბურღი რეჟიმის დანადგარებს, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადავლახოთ ნებისმიერი წინაღობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია გავბრუხოთ დაწყებული 16 მმ-დან დამთავრებული 1000 მმ-ის ჩათვლით. ყველაზე მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენს ალმასის საბურღი გვირგვინი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ ალმასის გვირგვინები. მოგიყვებით აპარატის მუშაობის პრინციპის შესახებ. აპარატი დგება, რაც თავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ის უნდა იყოს კარგად დამაგრებული, რადგან არ გამოიწვიოს მან რხევები, უერთდება წყლის რეზერვუარი, რომლის საშუალებითაც ჩვენ უზრუნველყოფთ იმას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ალმასის გვირგვინები არ იქნას გადამწვარი. პლუსი, რაც ამ დანადგარს გააჩნია დაუშვათ ვიბრატორებთან შედარებით, ეს გახლავთ ის, რომ მას არ აქვს არანაირი ვიბრაცია და კონკრეტულად გერმანიაში და ევროპის ქვეყნებში ეს არის მიღებული დანადგარი, გამომდინარე იქიდან, როდესაც ბეტონი და არმატურა ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი დანადგარები, რომელსაც აქვს რხევები. თუ კი იქნება ისეთი გარემო, რომ არ გვინდა დავსვაროთ, დავამაგრებთ ამ მოდელს კედელზე, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი მტვერი თუ ნაგავი, რომელიც შეიძლება ამ ყველაფერს მოყვეს, რა თქმა უნდა, მოყვება ერთ რეზერვუარში შეინახება, ანუ სუფთად, როგორც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ეს სამუშაოები.